გამარჯობა. მე ლელა კოტორაშვილი ვარ და ჩემი ვიდეობლოგებისთვის მეშვიდე წიგნად შევარჩიე ტუვე იანსონის ნოემბრის მიწურულს. ტუვე იანსონი, ვინც არ იცნობს, ფინელი ავტორია, მწერალია, თავისივე წიგნების ილუსტრატორიც და მას ეკუთვნის სრულიად გამორჩეული, განსხვავებული, ძალიან საყვარელი მხატვრული სამყარო მუმინებისა, მან გამოიგონა ეს არსებები და ისინი ქცევით გვანან ადამიანებს, თუმცა გარეგნულად ძალიან განსხვავდებიან მათგან. არა მარტო მუმინების სერია ეხება მუმინების ოჯახს, დედა მუმინს, მამა მუმინსა და მათ შვილს მუმინ ტროლს და ასევე მათი ოჯახის მეგობრებს. ეს ოჯახი არის ძალიან ღია, მიმღებელი, შემწყნარებელი, კეთილი და მეგობრული, რომელსაც ყველა გრძნობს და მათი სახლის კარი მუდამ ღია. ეს წიგნი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, რაც წამიკითხავს ტუვე იანსონის მუმინების შესახებ, გამოირჩევა იმით, რომ აქ არ გვხვდებიან მუმინები. თუმცა სიუჟეტი ვითარდება სწორედ მათ სახლში. ნაწარმოების თავშივე ვეცნობით შემდეგ პერსონაჟებს სნუს მომრიკს, ჰომსა ტოპტს, მიმლას, ჰემულსა და უსაყვარლეს ფილიპიონკას, ასევე მოხუც სკრუტს. ისინი ერთ მშვენიერ დღეს, ნოემბრის მიწურულს, როდესაც შემოდგომა უკვე ბნელი ღამეებია, დიდი და გრძელი ღამეებია, მალე ღამდება, პირქუში გარემოა ირგვლივ და ეს ყოველივე ხასიათზეც მოქმედებს, მოიწყენენ და თითოეული მათგანი გადაწყვეტს, რომ წავიდეს გაიშუროს იმ სახლში, სადაც მუდამ მხიარულებაა, სადაც გული მიუწევს თითოეულ მათგანს. და წავლენ, თუმცა აღმოჩენენ, რომ არ არიან მუმინების სახლში, ისინი გაემგზავრნენ სადღაც და დაიწყებენ ცხოვრებას ერთად. ეს წიგნი, ვფიქრობ, მართალია მე ჩემი მოსწავლისთვის წავიკითხე, მაგრამ უფრო ზრდასრულებისთვის არის, რადგან გამოირჩევა თავისი მელანქოლიური განწყობით და განსხვავებული რიტმით, რომელიც და ამ წიგნის კითხვისას ეს რიტმი წერის სურვილსა და ფიქრის ძლიერ სურვილს აღძრავს. დამოვიწყდა მეთქვა, რომ წიგნი თარგმნა ლიკა ჩაფიძემ, რომლის თარგმანებზეც ვარ შეყვარებული და გამოსცა სულაკაურის გამომცემლობა. მოკლედ რომ აღწეროთ წიგნის მთავარი სათქმელი რა არის, ეს ალბათ არის განსხვავებული ხასიათების წარმოჩენა. თითოეული აქ ვერ ნახავთ რომელიმე უარყოფით პერსონაჟს, თუმცა თითოეული მათგანი იქცევა ძალიან ახირებულად, თავისი სამყარო აქვთ, მარტოობა აწუხებთ და აი ერთად, როდესაც მოიყრიან თავს, განსაკუთრებით გამოჩნდება დაპირისპირება ამ ხასიათების, ძალიან საყვალად არის აღწერილი მათი ურთიერთობა და ნელ-ნელა ისინი ერთმანეთს მოერგებიან. აქ პირველად გავიცანიმე პირადად ფილიპიონკა, რომელიც არის დახასიათებული, რომ ახირებულები არიან, მარტოობა უყვართ, ეშინიათ ყველა მწერისა და განსაკუთრებით გიждდებიან დალაგებაზე, ვერ იტანენ სიბინძურეს და საკუთარ თავთან ხანგრძლივი ურთიერთობისას ხასიათიც ისეთი უხეში უხდებათ. ფილიპიონკა დიასახლისის როლს მოირგებს ამ დედა მუმინის ბაძავს მთელი წიგნის განმავლობაში და ძალიან საინტერესო არის აქ ჩართული ფიქრები, პერსონაჟის ფიქრები. მესამე პირში გვიყვება ავტორი მათ შესახებ, მაგრამ აი ეს ფიქრები დრო და დრო, მაგალითად დიალოგისას ხშირად ჩართული არის, ვთქვათ, სხვა ფიქრი, იმისგან განსხვავებით, რასაც ამბობენ და ეს დაპირისპირება ძალიან საინტერესო არის მკითხველისთვის. ასევე ეს წიგნი გამოირჩევა მოვლენათა
უცნაური თანმიმდევრულობით. საერთოდ ალბათ ხშირად მიფიქრია, რომ რაღა უნდა დაწეროს მწერალმა ისეთი, ან როგორ უნდა დაწეროს იმ სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი წიგნია უკვე დაწერილი და ტუვე იანსონის ამ წიგნმა პასუხი მაპოვნინა. საინტერესო არის, როგორ დაალაგებს ავტორი სიუჟეტს, მოვლენებს, როგორ შექმნის პერსონაჟის ხასიათებს. ეს არასდროს არ იქნება ალბათ ამოწურული და ძალიან გამოირჩევა ნოემბრის მიწურულს სწორედ ამ მოვლენათა თანმიმდევრულობით. ვგულისხმობ მაგალითად, როგორ არის აღწერილი მამა მუმინის ოთახი, რა დეტალები აქვს შერჩეული ავტორს ან დედა მუმინის ნივთებიდან. რა აქვს შერჩეული, თქვათ იქ მაგიდის გადასაფარებელს რომ აწევს ფილიპიონკა, იცის რომ იქ დახვდება სავარცხელი და იქ მართლაც არის სავარცხელი. ამით მუმინები სახლში არ არიან, მაგრამ მათი ნივთები მეტყველებს მათ ცხოვრების წესზე და ამ მარტოსულ ადამიანებს ავსებს ძალიან დიდი იმედით. კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ამ წიგნზე. და რაც მინდოდა რომ მეთქვა, ესეთი მნიშვნელოვანი კიდევ არის ის, რომ მათი ერთად ყოფნისას თითოეული ხვდება, რომ იდეალური არავინ არ არის, რომ არავის არ უნდა მიბაძო და თითქოს ამ თავისი შიშებს ამარცხებენ ის ოცნებები, რაც აქვთ, თითქოს უფერულდება, იმიტომ რომ მიხვდებიან, რამდენად არის სწორი ის ოცნება, ან არ არის სწორი და რაღაც ერთი ამ მუმინების ოჯახის ირგვლივ ერთიანდება მათი მარტოსულობა, როგორც უკვე აღნიშნე და ამავე დროს საკუთარი თავის ძიება და პოვნა შემდგომ უკვე. ბოლოს ყველა თავის გზას დაადგება, თუ ვინ დარჩება სახლში, ეს თავად ამოიკითხეთ, სამჯერ წავიკითხე და ძალიან მიჭირს საუბარი ამ წიგნზე, რატომღაც, იმიტომ რომ რთული აღმოჩნდა გადმოსაცემად ის, რაც ალბათ თავად მკითხველმა უნდა განიცადოს და მიიღოს ამ წიგნიდან. ძალიან საინტერესო პერსონაჟები შევხვდებათ, განსაკუთრებით შემიყვარდა ფილიპიონკა, რომელიც თმას ბიგუდებით იხევს და წამწამებს იპრიხავს, სისუფთავეზეა შეყვარებული. ჰომსა ტოპტს ობოლია და დედა მუმინზე არის შეყვარებული და ძალიან უნდა მისი დედობრივი ზრუნვის ობიექტი გახდეს. ჰემული მამა მუმინს ბაძავს, სნოსმომრკი არის ისეთი თვითკმარი არსება, მუსიკაზე შეყვარებული, მოხეტიალე. მოხუცებულის თემა არის კიდევ შემოტანილი, სნორკი, მოხუცე სნორკი არა მეშლება, სკრუტი, რომელსაც ყველაფერი ავიწყდება და თავის თავს სკრუტს დაარქმევს, როგორ ზრუნავენ მასზე ეს მეგობრები, ერთად უცაბედად თავმოყრილი მეგობრები, ასე რომ ვთქვათ, ესე ძალიან საინტერესოა და აქ ჩნდება, როდესაც მოხუცე იწყებენ ზრუნვას, განსაკუთრებული ემპათიით ივსები მათ მიმართ. მიმლა, რომელსაც თვითკმაყოფილი მიმლა, რომელსაც მოსწონს თავისი გრძელი ფეხები და წითელი რეზინის ჩექმები, თუ არ ვწდები, გულითადაც შეუძლია იცეკოს, იმიტომ რომ ასე მოესურვა, ასეთი სურვილი გაუჩნდა და არავინ გამომრჩეს, ხო, სულ ესენი არიან. ერთი სიტყვით, როგორც უკვე მიხვდით, ძალიან საინტერესო ხასიათები სამყაროში მოხვდებით და ბოლოს ვიტყვი იმას, რომ ძალიან დიდი სურვილი მიჩნდება ყოველი ამ წიგნის წაკითხვისას წერო და როგორ იცით, ის მელანქოლიური განწყობა, რაც ამ წიგნშია, მეც ჩემზეც გადმოდის, და ძალიან მარტივი უბრალო ამბები, რომელზეც არასდროს არ გავამახვილებდი ყურადღებას, ჩავიწერო დღიურში. მაგალითად, ასეთი ავტობუსიდან ჩამოვედი, გადავკვეთე ზებრა კიბეებზე, ჩავდივარ სათონესთან არავინ არ დგას და ასე შემდგომ, მოკლედ ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ასეთი ფიქრები, თუ რას დავწერდი ამ წიგნის კითხვისას. წერისა და ფიქრის სრულს აგიძრავთ, ისიამოვნებთ და ამ ტუვე იანსონის საოცრად კეთილშობილური სამყარო მოგხიბლავთ.
ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ამ წიგნი გვინახავს წარწერებს. წიგნში მუდმივად პოულობ წარწერებს. მაგალითად 2024 წლის 20 ნომერს მაქვს მიწერილი, რომ ახლა მოვდივარ ლექციიდან. მეთქი გუშინ დავწერე, რომ შენ რა გახარებს მიმლასთან დაკავშირებით, მაგალითად ცხოვრება მოსწონს, ცხოვრებით კბობა უყვარს და ჩაწერილი მაქვს რა მახარებს მე და 2023 წელს 3 წლის 20 ნოემბერს დამიწერია. შემდეგი ახლა გაგუას კლინიკაში ვართ, მალე გავიგებთ, ბიჭი ხარ თუ გოგო, ჩემო მუცლის ბინადარო, ნეტა ვინ ხარ და 2 წლის შემდეგ შემიძლია გაჩვენოთ ვინ მყავს. აი ესეთი ნერსე ბიჭი აღმოჩნდა. მაინტერესებდა და პასუხიც ეს არის ამ კითხვას. წიგნის წარწერის პასუხიც. ნერსე ვინ არის ის ნერსე? აბეთაში დავკარით ეს. მოდი ვიცეკვეთება ხელი დამადე. კარგად თხარ, კარგად. მომავალი წიგნის განხილვამდე გემშვიდობებით. ნერსეც გემშვიდობებად. დედა, თქვი დედა. 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 დედა.